ბევრს ეგონა, რომ ეს არაბული ქალაქები Eagle Hills-ის, ეს კი შეიძლება პრობლემა იყოს, მაგრამ ამ რაღაც ერთ პროექტს ავიტანო. მაგით კი არ თავდება, მაგით იწყება. კიდე ერთი ქალაქი, კიდე ერთი დასახლება დაგვიანოს ეს დასახლება არის. აგერ რადიო თავისუფლებას უდევს. ყველაზე იაფი ბინა 300,000, ყველაზე ძვირი 5.5 მილიონი ახალი არაბული ინვესტიცია თბილისის თავზე, არაბთა გაერთიანებულ სამინისტროში მონდომებით არეკლამები კომპანია Mira Development-ის ახალ ბრენდირებულ სამშენებლო პროექტს თბილისის ქედზე პრემიუმ კლასის Mira Verde-ში ცხოვრება $100,000 ეღირება და რა მინდა გაჩვენოთ რა. აი ასეთი ვიზუალი აქვს თვითონ აი ეს არის Z-ხედი თავის მათივე პროექტში რა. ანუ ეს არის არქიტექტურა ზემოდან. აი ძალიან უცნაურია ხალხო, იმიტომ რომ აი ესეთი ფორმის უნდა გახდეს ეს დასახლება, როდესაც აშენდება თუ ეს აშენდა და აი რას შეიძლება ნიშნავდეს აი რა არის ეს რა ვიცი ეს ასო არის ეს უბრალოდ ასეთი დიზაინია რა შეიძლება იყოს და დავიწყეთ გონივრულად და ლოგიკურად მსჯელობა მე ვინაიდან არაბები არიან რაღაც არაბებისთვის შენდება არაბულ ქვეყნებში არეკლამებენ ეგრევე მივამსგავსე რაღაც არაბულ ასოს და მოდი აბა აი ეგერ არის გახსნილი მაქვს ხო აი სხვათა შორის აი ეს არის ვიკიპედიაზე რომ შეხვიდეთ კი ეს არის არაბულად წარწერა ალაჰი აი ამას ეხა ძალიან გავს აი ეს და მაგალითად ხელოვნური ინტელექტითაც რომ გადავამოწმოთ რა შეიძლება ეს გამოსახულება გავდეს ხო ისიც ამსგავსებს მე სპეციალურად ჩაუგდე ეს სურათი ერთი ეგრევე მივამსგავსე წარწერა ალახს არა შეიძლება ვიღაცამ თქვას ეგ შენი ფანტაზიის ნაყოფია და სპეციალურად აი ეს სურათი სტილიზირებული რა მართულებით არის ამისი ასე თქვათ არქიტექტურა ჩაუგდე ხელოვნურ ინტელექტს გროქსას ჩაუგდე და ChatGPT-ს და აი თქვენ თვითონაც შეგიძლიათ აი მაყურებელიც რომ დარწმუნდეს აი ხა ეს სურათი შეგიძლიათ დასკრინოთ და ჩაუგდეთ ხელოვნურ ინტელექტს და კითხეთ რომელ არაბულ სიტყვას მიამსგავსებ აი ამ დიზაინს და თავად ხელოვნურმა ინტელექტმაც დამიდასტურა რომ სავარაუდოდ აქ წერია ალაჰი აი კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ეგერ არის გამოტანილია არა ის რანაირად იწერება არა ხო ეგერ არის ხო და როგორი რაღაცა იცი ახლა არ ვიცი შეიძლება ყველანი ვწდებით შეიძლება მეც ვწდები თქვენ ვწდებით ხელოვნური ინტელექტის ინტუიციას და ლოგიკას არ ვიცი ვწდება და ის არაბები კაცო როგორ დააწერდნენ სიტყვა ალაჰს არა ეხა არაბები მაგას როგორ მოიგონებდნენ პირი ქრისტეს დააწერდნენ ალბათ ქრისტე ღმერთს დააწერდნენ სავარაუდოდ საერთოდ ქრისტიანობას მიიღებდნენ და აბოთფილელები გახდებიან ჩვენი სახელმწიფო არ ინტერესდება ერთი ძალიან მაინტერესებს ან ვინ აძლევს ამ ნებართვას აი ამ ასეთ როდესაც ამის განაშენიანების გეგმის მიმდინარეობს ასე ვთქვათ დამტკიცება ანუ არავინ არ ჩაეხედა ანუ რა ფორმის დასახლება კაი და ეგ ხო ცალკე პრობლემაა რომ არაბები აშენებენ თბილისში და არაბებში არეკლამებენ ამას ეგ ერთი პრობლემაა და მედლის მეორე პრობლემაა საერთოდ რა არის ეს არავინ არ დაინტერესდა ამით არაერთი ვიდეო ვნახეთ შეგვიძლია მაგალითად გავუშვებთ სარეკლამო ვიდეოები ტრიალებს აქტიურად მაგრამ შეგვიძლია გავუშვათ ერთ-ერთი ბაიელი კლიენტი რჩევას მეკითხება ახალ ბაზარზე ინვესტირების შესახებ. ეძებენ რაღაც უფრო მწვანეს, სწრაფად მზარდს, მთებით გარშემორტყმულსა ამავდროულად მდიდრულს, თანამედროვე ცხოვრების სტილით. გაქვს რამე მხედველობაში? სხვათა შორის დიახ, მაქვს რაღაც მართლაც საოცარი. შეგიძლიათ მას საქართველოს ბევერლი ჰილსი უწოდოთ. ეს არის Mira Verde, სადაც მთები და მდიდრული ცხოვრება ერთმანეთს ხვდება. საქართველოს ბევერლი ჰილსი. ჟღერს საინტერესოდ და ლამაზად. შეგიძლია მეტი მითხრა, რა ხდის მას ასეთ განსაკუთრებულს? ეს არის პირველი ბრენდირებული რეზიდენციების ერთიანი დასახლება საქართველოში, სადაც განთავსებულია ბინები, თაუნჰაუსები, ვილები
ადგილები, სასახლეები, სკოლები, ოფისები, სასტუმროები და გამაჯანსაღებელი ცენტრები. ეს ყველაფერი ერთ განსაცვიფრებელ სივრცეშია. ანუ, როგორც ხვდები, ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ სახლი. ზუსტად. თქვენ იღებთ სასტუმრო ტიპის მომსახურებას, ვალე პარკინგს, ნომერში კვების სერვისს, 24/7 დაცვას, სიმწვანეს, პანორამულ ხედებსა და მსოფლიო დონის გოლფის მოედანს. ეს ძალიან შტამბეჭდავია. მჯერა რომ ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის და განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც აქ დასახლება სურთ. მაგრამ მეტი მინდა ვიცოდე ინვესტორთა სარგებელზე, კაპიტალის ზრდაზე, მემკვიდრეობის სისტემაზე, იჯარის გადასახადებზე და იმაზე თუ რა ხდის ამას ჭკვიანურ არჩევანს მათთვის. რა თქმა უნდა, აქ არ არის სამკვიდრო გადასახადი, არ არის კაპიტალის ნამეტის გადასახადი 2 წლის შემდეგ, ხოლო იჯარის გადასახადი მხოლოდ 5%-ია. ეს არის ინვესტირების სრული თავისუფლება და რაც მთავარია, ტურისტების უზარმაზარი ნაკადი. როგორც ჩანს, საქართველოს ბევერლი ჰილსი ნამდვილად არსებობს. ზუსტად ასეა. მირავერდე. ხო, ეს არის ახალი არაბული პროექტი. ეს ქართველებისთვის არის ალბათ. ქართველებისთვის არის ალბათ, უბრალოდ შევიდეთ. მან თქო ქართველები და ამათ საიტზე შევიდეთ, აგერ მირავერდე, ამათი საიტი. და ქართული ენა არის საერთოდ. ქართული ენა არ არის, არსად არ არის ქართული ენა. როგორ ეტყობა ხო, ქართველებს? ქართველებს რა თუნდაც ქართული ენა. ხო, და ეგ არაფერს არ ნიშნავს.